საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სამშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ლეგალურს ხდის ევთანაზიას. კანონპროექტი 305 ხმით 199-ის წინააღმდეგ გავიდა. მას მხარი დაუჭირეს ცენტრისტებმა და მემარცხენე კანონმდებლებმა. მემარჯვენე დეპუტატების უმეტესობამ კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეროვნულ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელზეც უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის სენატს გადაეგზავნა. საბოლოო კენჭისყრას კი შესაძლოა თვეები დასჭირდეს საფრანგეთში არსებული ხანგრძლივი და რთული ბიუროკრატიული პროცესების გამო. დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქეებსა და 18 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლებს უფლება ექნებათ მიიღონ ლეტალური მედიკამენტები, თუ ისინი იტანჯებიან ტერმინალური ან განუკურნებელი დაავადებებით. ლეტალური მედიკამენტების შესახებ შემოთავაზებული ზომები ერთგვარი საშუალებაა დაეხმაროს ადამიანს თავი დააღწიოს მძიმე მდგომარეობას. პაციენტებს შეუძლიათ თავად მიიღონ შესაბამისი პრეპარატი, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, ამაში ექიმი ან მედდა დაეხმარება. კრიტიკოსები, მათ შორის ფრანგის სასულიერო პირები გმობენ კანონპროექტს და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას სახიფათო გავლენა ექნება საზოგადოებაზე. ექიმი წყვეტს, ვის აქვს უფლება, ვის შეუძლია ამის გაკეთება. ექიმი გამოწერს მედიკამენტებს და ესწრება ამ პროცესს. საჭიროების შემთხვევაში მას უნდა შეეძლოს წამლის შეყვანა. ფაქტობრივად ეს არის კანონი, რომელიც აძლევს ექიმს უზარმაზარ ძალაუფლებას. ეს არ არის კანონი, რომელიც პაციენტს თავისუფლებას თავაზობს. სხვები კი დადებითად აფასებენ მიღებულ გადაწყვეტილებას. წლების წინ უნდა მიიღოთ ეს კანონპროექტი. ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ელიან ფრანგები, რადგან ისინი მზად არიან ამისთვის. დისკუსიებში ძალიან დიდი დრო დავკარგეთ, დრო, რომელიც ზოგიერთებს აღარ ჰქონდათ, ან ახლა არ აქვთ და არც ექნებათ. ამიტომ დროულად უნდა დამტკიცდეს ეს კანონპროექტი. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ, რომ პაციენტს აქვს მძიმე დაავადება, რომელიც გავრცელების ან ტერმინალურ სტადიაზეა, აქვს აუტანელი ტკივილი და საკუთარი ნებით სურს ამ პრეპარატის მიღება. თუმცა მანამდე პაციენტმა უნდა მოითხოვოს ეს პრეპარატი, მას კვლავ ეძლევა მოსაფიქრებელი დრო. როდესაც დარწმუნდება თავის გადაწყვეტილებაში, მან ხელახლა უნდა დაადასტუროს მოთხოვნა. დამტკიცების შემთხვევაში კი ექიმი გადასცემს პრეპარატს, რომელიც სიკვდილს იწვევს. მისი მიღება სახლში ან სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. ექიმის დახმარებით სიკვდილის დაჩქარება ლეგალურია შვეიცარიასა და ამერიკის რამდენიმე შტატში. ევთანაზია ასევე კანონითაა დაშვებული ნიდერლანდებში, ესპანეთში, პორტუგალიაში, კანადაში, ავსტრალიაში, კოლუმბიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.